გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა. დავიწყოთ არა ჩვენებურად ყოფები კალიფორნიაში და რაღაცა ტვირთი გვაქვს ასაღები და აი პროცესი გადავიღოთ. რა გვაქვს ასაღები, კაი ფაში მიგვაქვს. აქედან ალაბამაშია წასაღები და რა არის ამისთანა? გუშინ წინ ვიყავი კალიფორნიაში, იმაში, კოლორადოში. ისე ციოდა, -2 გრადუსი იყო და ეხლა აქეთ მოვედი და არის 28 გრადუსი სიცხე, ესე იგი 25 რამდენი. Head west toward Beach Boulevard. In 800 feet, use the second from the right lane to turn right onto Beach Boulevard. ეს ჩაერთო ჩვენი მონიკა ლაპარაკში და ხო რას ვამბობდი, ესე იგი 26 At the light, use the second from the right lane to turn right onto Beach Boulevard, then turn left onto West Garden Grove Boulevard. 26 გრადუსი გავიარეთ ერთ დღეში. და ცოტა შემაწუხებელია, მაინც გადაჩეული რო ვარ უკვე ამ ასე ტემპერატურების ცვალებადობას. ცოტა დისკომფორტს ვზნობ. მაგრამ სხვა გზა არა გვაქვს, უნდა შევეჩვიოთ. შევეჩვიოთ ამ საცობებსაც. ეხლა თქვენ მეტყვით რომ თბილისის შემდეგო რა საცობები გიკვირსო, მაგრამ გულახდილად გითხრათ თბილისში ძალიან ცუდი საცობებია რა. აქ კი არის საცობები, მაგ მაინც მოძრობა, აი თბილისი აი შემაწუხებელია საკმაოდ რა. აი აქ ვარ, აი ამდენი მანქანები რაღაცა მაინც მოძრავ, მაგრამ ეხლა იმ დღეს თავისუფლების მოედნიდან At the light, turn left onto West Garden Grove Boulevard. სიკვიდოდა წასვლა საბურთალოზე და 2 საათი მოუვდი რა. რამდენი ეხლა 4 კილომეტრიც არ არის ხო საბურთალო. Continue on West Garden Grove Boulevard for half a mile. აბამაც შემილია თქვა რომ თბილისში საცობები არის საშინელება. თან არ ქსიამონებს, სხვა ადრე მანქანა ყავდა ხოლმე დადიოდი ქსიამონებ და იწახვიდო წამოხვიდო საშინელებაა რა. დეიდამ ყავს ერთი საყვარელი და ვაკეში რო ჩამოვედი, ერთი კვირა ვერ მივედი, მეზარებოდა, მე ავდექი და ხამე მივედი რა ეხლა. დეიდა ხოლმე ნახო ერთი ყავს დარჩენილი და ძალიან შემაწუხებელია, აი ჩვენმა მთავრობამ მაგრა უნდა იფიქროს მაგაზე, ნუ საშინელებაა რა, აი ვერ სიამოვნებს, არ სიამოვნებს მანქანის იარო. აქ არის საცობები ძირითადად აი ჰაივეიებზე რა, თორე აქ ამ ჰაივეიდან რო გადმოდიხარ, იქ შედარებით აი ესეთი ფართო გზებია და აიტან რა რო იტყვია. ეს ერთი ინფორმაცია მოვიდა კიდევ სამწუხაროდ. სამი თვის წინ ინდუსმა რო გადაუარა ტრაილერი და იქ რამდენი ადამიანი მოკლა, დღესაც მოხდა ფლორიდაში, ვიღაც ინდუსმა რაღაცა დაარღვია ტრაილერის ღრმა და 29 მანქანა გადატრიალდა და დაიღუპნენ ადამიანები. და აღმოჩნდა რომ ისიც მექსიკიდან გადმოსული ტიპი იყო და ტარება არ იცოდა და ერთ წუთით რა ვიცი. Be in either of the two left lanes. ბიჭები დაიძაბნენ ისე რომ ერთი ნერვიულობენ და მეორე ნერვიულობენ და ეს დაძაბულობა ერთი წუთით როიტყვიან არ ეშვება რა. ეს იმას ნიშნავს რომ ისევ დაიწყება შემოწმებები, ისევ დაიწყება საბუთების ქექვა და დღეს კიდევ ასეთი ინფორმაცია მივიღე საბუთები არა, უკვე აი ხო არიან ორმაგი მოქალაქეები ამერიკის და იქაც ვინც ორმაგი მოქალაქეა იქაც დაიწყებენ ქექვას, რომ ის ღირსია ორმაგი მოქალაქეობა კონდეს თუ არ კონდეს, ის ძირითადად ამერიკაში ცხოვრობს, აი რაღაცა ეხლა ძალიან ისე თემა, აი ბევრი რაღაცა, მაგაზე მე კიდე ვილაპარაკებ და ხალხი დაძაბულია და გრინ კარტა ადრე ადამიანს რო ქონდა გრინ კარტა და ეგონა რომ დაცული იყო, მანდაც რაღაცა ცვლილებები შემოიღეს და ახლა ეხლა ნოემბრიდან დაიწყება მაგ. ნუ ერთ სიტყვით რაღაც ცვლილებებია ქვეყანაში. რეფორმებს იღებენ, იქიდან გამომდინარე რომ თვითონ წესრიგში უნდა მოიყვანონ ამერიკაში ყველაფერი და ფაქტია რომ ბევრი რაღაც შეზღუდვები იგეგმება. აი ძირითადად ხო უსმენ ხოლმე ეხლა მე ჩვენი სტილიდან დილით უსმენ ხოლმე Fox-ის, CNN-ის იმეებს და თან ეხლა კიდე ეს შატდაუნის ამბებია და ნუ ქვეყანა რაღაც ცვლილებები ხდება და მოლოდინიც არის სხვადასხვა ცვლილებებით, ასე რომ ვთქვათ, ეკონომიური და რეფორმატორული და რავი 1000 რაღაცები.
ფაქტობრივად ყველაფრისთვის ზათ უნდა ვიყო და შეძლებს დაგვარად მეც რაღაცა ინფორმაციას რო გავიგებ აუცილებლად გაგაგებინებ. ჩვენ კი გავაგზავნოთ ჩვენი ამბები. სადაც უნდა შევუხვიო. Chapman Avenue. At the light, use the left 2 lanes to turn left onto Chapman Avenue. Continue on Chapman Avenue for 3/4 of a mile. Polițiam ჩართო ის. შეშინებული ხარ ჯარიმა და რაღაცა არ მიიღო და ამ პატარა სიგნალის ჩართვაზე უსვათ ყურებს გვითავ ხოლმე. ეს ლოს-ანჯელესი რა მხელა In 1/4 mile, arrive at 7300 Chapman Avenue on the left. 13,000 რომელი გიდა 7300 ნომერი ეს 7500 ხო, რას ვამბობდი, ეს ძალიან დიდი მეგაპოლისია რა და გარშემო ქალაქები ეს ახავართ გარდენ, აქვია ქალაქ გარდენ რაღაცა. ნახოთ, ენახი, სადაც მოვედი და ესე მოსვლა. ხებელია, ეს GPS მაჩვენებს აქ არის, ეგერა 7300, ეგერ ვიპოვე. ო, კიდე კაი თორე. 7300 ლერტ. შევიდე. აი, ახლა სად არის შესასვლელი? ახლა ტრაილერები აქად განან. აი, no trucks enters. გეწერია. No trucks enters on You have arrived. Monarch. Monarch-დან შეხვიდე. Monarch-ი წერია, იქიდან მე შემოვიდო. Monarch არის ქუჩა. ოკეი. Monarch. ერთი სიამოვნება ახონე რა, უცბად მისამართზე რომ წვალუდა, მე უცბად რომ მოგვარდებ. მე ადრენალინი გამოდის ხოლმე რა. აი, აგერ არის ეს Monarch. თქობა აი ეს არის რა. ეხლა მე მოდი ჯერ გავარკვე. რაღაც უცნაური შესასვლელია. Receiving shipping აწერია ესე იგი private აი ეგ წერია ხოლმე ზოგჯერ ეგ რა წერია აი ეგ წერია ესე იგი shipping წადი პირდაპირ წავიდეთ ვარიცი ხოლმე რა რა ძნელია ხოლმე თავიდან და shipping კი წადიო და shipping delivery დიდი საწყობია მაგაშია წვიმანები მეგობრებო წვიმანები აი სამუშაოს პრინციპია აქ უნდა შევიდე აქ არ არის შესასვლელი სხვა ნომერია თუ აი კიდე შენობა თავდება და აქ შევიდე აქ უკვე სხვა ნომერია უკვე 1000 რა მაგრამ აქიდან შემოდიო რავი წარწერის მიხედვით მოვიდე entrance ოკეი აბა ტრაილერებით განა რაღაცა თუ შენობა ერთია, ალბათ კომპანია სხვა მხრიდან არის. ერთი წვით გავერკვიო, ჩამოვარ და გავარკვევ ახლა ყველაფერს. საუკვებელი ის არის და გავარკვევ ახლა კითხო. სამუშაო პროცესი მეგობრებო.
Smart choke wheels before loading. შევიდეთ. ითხარი, ჩემეშალი რაღაც საეჭვოდ მოვედი რა. იქ ამერია, მისამართი. უკან წადიო. Next door და შესასვლელი იყო 7300. სხვა მისამართი იყო და მოდით კიდე გადავამოწმო. ეს იგი ერთი შენობაა და აი სავარაუდოდ იქ ღობია რა. ესე იგი მე რაღაცნაირად ასე უნდა მივიდე და იქ, იმიტომ ეს სხვა არის old world industry. აი, წავიდეთ მეგობრებო. ჩემი ასეთი იმეებით, მაგრამ ესეც სამსახურის სპეციფიკაა. სულ ძებნაში ხარ, სულ რაღაც ახალ სიახლეებში ხარ, მაგრამ ზოგადად მთავარია არ მოგეშალოს ნერვებიდან შვიდად მიყვე რა. ვერ მოატრიალებ და შევადე ზარნი ხოთი და გავასწორებ და ესე წავა. მოატრიალებ, წავიდეთ. ობერო იყო დაკეტილი. ეჭვი შემეპარა და ნახოთ აბა. აი, უნდა შემოვიდე მოს რაღაც. ავირია, ალბათ. Exit only. თან რაღაცები ხმია რა იქიდან. Așcarat am შენობას აწერია 7300. აი ეს așcarat აქ უნდა შემოვიდე რა. თან ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ისე გააჩერო რომ პრობლემა არ შეუქმნა. მოდი ახლა მე რას ვიზარ, ისე მეგონა, მოდი აგერ მე გავჩერდები. რომ თავი დავიზღვიო მაინც. Чарт. ეს ჩავთოთ რომ ოკეი. და გადავიდეთ იქით. სულ აი ესე შემთხვევაში ზოგჯერ ჯობია გააჩერო ცოტა შორს. მერე დააკვირდე, ამხელა შესასვლელი ყოფილა და ვაგეთ დაცვა ეს არის და მოდი მე ვკითხავ ამას რომ მაინც ცოტა ვიწრო შესასვლელია და აი ესე უნდა შემოვიდე. მე ამას არ მივხვდი. აი ეს ეტყობა ასე უნდა შემოვიდე. No traffic. Rule door. ესე იგი please go rule up door behind we go check. ესე იგი ruled, ესე იგი checking-ი უნდა გავაკეთო აქეთ. Rule door. Please go to rule up door behind we guard checking. Okay, წავიდეთ behind. აგერ არის receiving checking. ხშირად ხომ ასე ხშირად არის ხომ მეგობრებო, არა ასეა. წეგანავთ კი ეს არის სამუშაო პრინციპი. აი ეს უნდა შემოვიდე და ასე შევიდე. ნახოთ, ახლა ოკეი. აი რაღაც საწყობია. Pleasing ring bell for service. დავაჭიროთ. ოკეი. ამითხრა, აი ესე მოხვალო. მანქანას აქ მოიყვანო, დადგებიო, მე ისევ შემოხვალო და შეგამოწმეთო და ფურცლებს მოგცემთო. ზოგადად ლოს-ანჯელესში, როგორ არის, აქ ხო დიდი ის არის ნავსადგური. და საწყობებია რა, ნავსადგურიდან მერე მოაქვთ ისა გემებიდან მოაქვთ პირთები აქ ალაგებენ და მერე ანაწილებენ სხვადასხვა შტატებში. ისა ხო, ამერიკის მან ტერიტორიას. სიცხე კი არის, მაგრამ აი ეს არის ზღვის ჰაერია და რა კარგია იცით. ის წინ ვიყავით კოლორადოში მთებში ჩავისუნთქეთ სულთა ჰაერი. ეხლა ჩამოვედით აგერ ოკეანის პირას და აქ უკვე იოდს ვისუნთქავთ. ჯორჯ. დიდი წრე დავარტყათ რომ იქ ვიწრო შესასვლელია. გარუკან და მანქანა შემოგვიდეს.
სულ სარკეებში უნდა იყურო. მარჯვნივ მარცხნივ. ეთერფი კარგია, სულ კისერს ავარჯიშებ და ოკეი, ახლა ეს შემოვა. ტიპი ალბათ შემემოწმოს ახლა მანქანას. პიტაბლუბე გაარკვეს და 22 დოქთან მომცეს კარები. პანჯარა ისა კარები გააღიო და დადგიო. დადეკები პიტაბლუბე. ძალიან ცუდად არის, ვიწრო ადგილია. კი. ავედი ახლოს გავედი აქეთ. ოკეი, всё. იქით გუდი არ მივედე. всё, 22 კარი, 22 დოკი. აი 22 ღია ყოფილა, ხო, აქ ადგილი დასაყენებელი ხა კარები გავაგებ და დამეზარა იმის გადმოწევა რომ ეჩქარისა დაგვა უბრალოდ გადმოწევა მეთქი და ეხლა უყურეთ აი ეს ყოველთვის ეხლა მოდი კარებს გავახ და ნაგავი ეხლა დიდი ნაგავი არ არის მაგრამ მაინც არა სასურველი ეხლა დამეზარა კარ რომ ეჩქარებოდა მომესო აი ეს რაღაცები არ არის სასურველი წინა გამიწარი თვალში არ მოხდეს მამაზე ამის გულისთვის არ დავტვირთო. ეხლა ის რაღაცა გავაკეთო რა. თვალში არ მოხდეს. და ხასაწმენდი კი არის. მაგრამ მე რატო ჩქარობდი რა? მეთქი. მაინც ლოს-ანჯელესშია პროკაში მოხვდები მეთქი და ჩემ და გასაკვირად თავის დროზე მოვედი. მაშინ არ ხდება. პატარ რაღაცები, მაგრამ მგონი ახლა ამაზე პრობლემა შემიგვნა. აი, მოდი დავაყენოთ ახლა ჩვენი მანქანა. მე უკან მივიდეთ, ნელა მივაყენოთ, წებში ჩავაყენეთ, ნელა მივაყენო. გავასწოროთ ესა. ოკეი. საკეში ჩავიხედოთ, ეს მოხსნა. ვარ დაუძრა ესა და იმას დავაყენებ. ალაბამაში მიდიხარო? იო. ნახოთ ახლა ეს. ვინმე შემაღლა ყოფილა ეს. აგათაი დაყენებული. ამი გვაქვს. არა მგონია მძიმე რაღაცეები იყოს. აფოსტო ის არის რა. ნუ ჩვეულებრივი ბიზნესია, საშუალო სასაწყობო საშუალო ბიზნესი. ჩვენ დაუბრუნდეთ ისევ ჩვენ სტილში, ხო? რაღაცა იქნებ შეიძლება რაღაც ბიზნესური იდეა გავიჭიროთ და საქართველოში. ნუ აქ ეხლა რა ვიცი ეხლა რა მომაქვს ეს ფაქტია, რომ ჩვეულებრივი ნასავდგურის საპორტო ქალაქის ბიზნესია. გემით მოიტანეს ტვირთი მე ყავენ კიდე კაი მოვასაით გადაღება სანამ არ დავტვირთავთო მანქანიდან არ გადმოხვიდეო ნუ ვაც მას ვამბობდი რა ჩვეულებრივი ნავსადგურის ქალაქის ბიზნესია ესე იგი უში მოიტანეს რაღაცა ტვირთი აქ ეს საშუალო საწყობია აქ დადებენ და მე საცალათთან შუამავლობაში ფულს იგებენ რა ასე ალაბამაში მივიდვა და რამდენი მანძილი გვა გასავლელი აბა აუკრიფოთ ახლა ჩვენი მისამართი. ამ იმას არ იღებს ეს მისამართი. ეხლა ეს არის დასაპროგრამებელი რა. დიდი ხანი არ დამოპროგრამებია. ამ შემთხვევაში რა შეები ეხლა მე ვიღებ ტელეფონის იმით იმაზე აუკრიფა და ამ მისამართზე მიახლოებით ქალაქს აუკრიფა რომ იქამდე მიმიყვანო და მე ახლოს რომ მივა უკვე ტელეფონით მივა რა Google-ის Maps გამოვიყენებ. ქალაქის გვერდზე ეს მისამართი აკრიფა მიახლოები და მე ახლოს გამოდის გო. რა თარი ხო დათუქე ეს კი რაღაცა. რაღაცა ხმა მომესმა. ო, ესე იგი უნდა გავიაროთ, რაცა აკრიფოს ერთი. Please drive to highlighted route. Calculate. ო,
ხო ბატონო 2000 მილია რა 2000 მილში იხდიან $1200 კარგია მაგრამ უყურეთ ეხლა დღეს რა დღეა პარასკევი შაბათი კვირა ორ შაბათს იქ უნდა ვიყო დატვირთვა მექნება ეხლა პრობლემა ის არის რომ ლოს-ანჯელესი აი საღამოს არის საშინელება რა საერთოდ ჩვენ როგორ ვაკეთებთ ხოლმე რომ პარასკევი საღამოა ზოგადად ვაკეთებთ ხოლმე რომ დაღამდება და ღამის პირველ საათზე გავდივართ ხოლმე რომ ლოს-ანჯელესი ეს პრობლემები და ის გავიარო მაგრამ ეხლა საქმე იმაშია რომ ეს იგი შაბათი და კვირა დღეში 700 მაილი მე მაინც უნდა გავიარო და ეს კაი დიდი დატვირთვა იმიტომ ორ შაბათს უნდა ვიყო 7 საათზე 2000 მაილის გავლა ეს იგი შაბათი კვირა ცოტა უნდა ვიცუღლუტოთ მაგრამ რო ვიცუღლუტოთ ამ შემოწმებების და ამის ამბებში ცოტა არასასიამოვნოა, მაგრამ რაღაცა მაინც არის მოსაფიქრებელი. ნახოთ ახლა უნდა გავარკვიო. თავი დროზე რო ჩავიტანო პრობლემა იქნება თუ არა. თუ ცოტა გვიან 7 საათზე მაქვს ორ შაბათს დელივარი. დღეს ხარ პარასკევი 2000 მაილი. საღამოა. არა მოდო ნებისმიერ ჩვენ დავარღვიო, მაგრამ ეთი გადავრეკავ ხა დისპეჩერს ვეთქვი. კითხავ უბრალოდ. დატვირთეს ახლა მოვიდეთ. კარები უნდა დაკეტო, სილი გააკეთო და გავწევ ხა წინ. ეს ახლა შევამოწმოთ რა ხდება და რა ტვირთია. ძიმი არ არისო. maybe ეს mixed kit. არ არის ძიმეო და don't need it to scale, yeah. Okay. Okay, thank you very much. ძიმი არ არისო და წავიდეთ, კი დატვირთეს. Okay, მას გადავიღებ ახლა ამას და всё, მალე კი დატვირთეს რა. არ მეგონა ასე მალე თუ დატვირთავდნენ. აი ნახეთ, მეგობრებო, რა მიმართ, რა ვიცი, გაიგე. უთები იყო შენი აქცია, რა წერია? ალშოპი, ბერგერი, ხევლი პარკად, გლოვენ, მერკა. რა არის მეცმაიც? ჩელი უთებათ არის ჩამოლაგებული. სიმის ნომერი აქ არის. არის ნახეთ. გავიდეთ. ეზოდან გავიდეთ და მე გავაგზავნე ჩვენი საუბარი. აბა გავშიჯოთ ძიმია თუ არა მანქანა. არა. სულუქია არც და შემოწმება. სულუქია ვაფშე არც უნდა. Chapman Avenue. Turn right at the traffic light. გავიდე და გავჩერდეთ ეს. Have a good trip home. გავოვიდეთ და გავჩერდეთ ისეთ ადგილას რომ არ შეუშალოთ მანქანებს. ესე იგი დავრეკე დისპეჩერთან მეუთხარი 2000 მაილის გავლა ორ დღეში მეთქი და არა კარგი იქნება თუ ჩახვალო მაგრამ შენზეა დამოკიდებული მიგიღებონო იმიტომ რომ ეხლა როგორ არის მეგობრებო კი რა თქმა უნდა კარგია ჩა ორ დღეში უცბად ამხელა ფულის აღება მაგრამ 1000 მაილის გავლა თითო დღეში უკვე დარღვევებიდან არის ისა დაკავშირებული და ადრე ამას კი ვაკეთებდით ეხლა მე ცოტა ეზოპრის ენით ვილაპარაკებ მაგრამ საშიშია და თან არ ვიცი ეხლა ზებზე როგორ კი ვიძახე შადაუნი ვესტეიშენებზე თქვა ისე მაგრა არაჩერებენ მაგრამ ვაი თუ გამაჩერონ თან მით უმეტეს ეხლა ცუდი ამბა მე წეღანას რო თქვი კიდე ვიღაცა ინდუსმა გადააყირავა ტრაილერი და რამდენიმე ადამიანი მოკლა და რაღაც შემოწმებები იქნება და ნუ ერთ სიტყვით არ გავრისკა რაღაცა ნუ გზაზე გადავწყვიტოთ როგორ გავაკეთოთ ვიცუღლუტოთ თუ არ ვიცუღლუტოთ მაგრამ მეორე მხრივ კარგია იმიტომ რომ ეხლა ისეთი წარმოიდგინეთ ეხლა კალიფორნია
არიზონა, ნიუ-მექსიკო, მისისიპი, არა, ლუიზიანა, მისისიპი და ალაბამაში უნდა მოვიდეთ. რაღაცა საინტერესო უნდა იყოს არა ალაბამაში. სამხრეთი ნაწილით 10-იან გზას უნდა გავუყე და იმედია რაღაც საინტერესოს ვნახოთ. რაც შეეხება გადავწყვიტე წასვლა, იმიტომ რომ ვიცი საცობები იქნება, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა მაინც როგორ არის მეგობრებო, ხელად რო ეხა 6 საათი გავჩედე და ღამე წავიდე და მერე შეიძლება გავძრე და საცობებში, არა, საცობები იქნება, მაგრამ იქნებ ისე გავიდე რომ გავძრეთ რა რო იწვია. აი ჯერჯერობით კარგად მივდივართ. მარცხენა მხარეს ნახეთ როგორი ის არის საცობები. ავარია. ლოს-ანჯელეს გავწდეთ. რაღაცა შეცდომა მომივიდა, გამოვედი Express Line-ი ფასიანია. დააკვირდით მარჯვენა მხარეს რაც არიელია და აქეთ ბანკანებია და მეგობარი მელაპარაკებოდა ტელეფონზე და აქცია ყურადღება და აქეთ გადმოვედი ფასიანზე. ეხლა რამენერად უნდა გავივიდე რომ მოიცი ყველაფერი ფუზია დამოკიდებული და და ამ დროს მარჯვენა მხარეს ფასოა, ნახე რა სწრაფად დადიან მანქანა და მარცხენა ვითომ ეს ექსპრესია და ეს ფასიანია. როგორ არის არა წესით უნდა იყოს ახლა ფასიანზე არ უნდა იყოს მანქანები და ფასოზე უფრო მოგება პირიქით არის გელაპარაკოთ ახლა მეგობრებო რომ მოკლე არ იყო ცოტა რაღაცაზე განვარცოთ ჩვენი საუბარი ახლა ყველა ლაპარაკობს რომ ახლა ხო ის არის რა ქვია იმას ძღოლები შეზღუდეს, რაღაც შეზღუდვებია, უკვე იმდენი ძღოლები არ უნდა და თითქოს მოთხოვნა უნდა იყოს იმაზე, ხო? ძღოლებზე და ფასებმა უნდა აიწიოს. არა. არ ვიცი რატოა ასე, მაგრამ ისე რომ სასწაული ფასები მოიმატა და ძღოლებით ის საკრებელი იყოს, ასე არ არის. აი ნახეთ მეგობრებო, რო ვიძახდი ფასოგზამ უფრო სწრაფად დადებით აქეთ ფასიანმა უფრო გაამატა ნახეთ უკვე მარჯვენა მხარეს უფასოგზა არის და უკვე ხელა საცობებია და ჩვენ უკვე ვიდივართ ექსპრეს ფასიანისაზე ესად გამოძრა ეტაპი გადმოძრა იმაზე ეს პლასმასის ისინია სტოლბები და კი მიხარია რომ ამ ექსპრესვეიზე მიდივარ, მაგრამ რამდენი მოვა გადასახადი. ალბათ ღირდა რა ამდენ პრომკაში ჯდომას თან ხო ვიდა რომ სწრაფად ჩავიდეთ, უფრო მოვასვოთ იქ. პარასკევის აღამო დიდ მეგაპოლის ქალაქებში საშინელება. და მანქანები პიტაპირ გადმოდიან, უკვე მე რამდენი მანქანა გადმოვიდა. იციან რომ ის მოცე რა ქვია სტოლპა ხართულად როგორ არის პლასმასის და არეშინია. ახლა ამ ხელა მანძილი გავიარეთ. თან ამ ხაზე შემთხვევით მოხდი, ჩემ მეგობარს ველაპარაკებოდი ტელეფონზე და მე შევამჩნიე რომ მარტო მე ვარ ტრაილერით აქ. თუ მე ფასიანზე გადმოსვა, აი ნახეთ, აი გადმოხდა ესეც ცოტა ვერ მოვასწარი გადადება. ნახეთ, ყველა ტრაილერები ამ უფასოზე დგანან და მე კიდევ დიდი სამბიტაკე მილიონერები დავდივარ ამ ფასიანზე.
მარტო მე ვდგავარ ამ ექსპრეს ხაზზე, ტრაილერების ამბავში და იმედია პოლიცია არ გამაჩენებს რა. თუ გამაჩენებს ვეთქვი შემიშალა მეთქი რა. ოპა. ხაც. სხვა გამიჩენა. ეხლა აქ არის ეს highway-ზია რა ქვია მას საცობები თორე თუ გადახვალ იყო გზაზე ყოველ ქუჩებში კარგია სადაც ხალხი ცხოვრობს ხა ბიჭებთან გადავრეკე და არა არ შეიძლება ვაქო სატვირთოებით სიარულიო და რავი იმედია პოლიცია არ გამაჩერებს რა და მე ავდექი და ეხლა და ავარიული ჩავთე რა 24 ახო არ მომკლავე და ხო ვეწავა მაგრამ მთელი საინტერესო ის არის გასასვლელსაც რო ვერ პოულობ რა ახლა აი ესე მოვდივარ იმ სუბუქი მანქანების ექსპრეს ლეინზე დგავს ტრაილერი ვიქტორინა გავათამაშოთ. პოლიცია დამიჭერს თუ არ დამიჭერს? თუ გავძვერი და პოლიციამ არ დამიჭირა, კარგი. Legal to cross the double these lines. ესე იგი, აქ არის გასასვლელი express, არა, lane express არ არის დაკაცუსა. Lane exit, ეს ექსპრესიდან გამოსასვლელი ხაზია, всё. აი გადავედით ახლა ჩოლებრივ ხაზზე და fast track, всё, გამოვძვერი ანი რა ქვია იმას, всё. გადავჭით. ჯერ მოდი. ნუ ამბობ ხოპა სანამ არ გადახტები. და შორს ავიდე რა. პოლიცია არ ამეკიდოს, ახლა ჯარიმა ნამდვილად არ გვინდა, არა მეგობრებო, ნამდვილად არ გვინდა ჯარიმა. განთავისუფლდა. ზოგი ჭირი მარგებელიაო, მაგრამ გამოძვერეთ ახლა ამ ხელა ის გამოვიარე ეს საცობები. ეხლა თავარია ჩვენ დავდგეთ 60-იან გზაზე, მერე 60-იანი 10-იან შეუერთდება და იქ უკვე იმედია არ იქნება საცობები, ნახოთ. გამოვიარეს რაღაც უკვე 10 მაილი, всё, უკვე პოლიცია ვეღარ დამიჭერს. გადავჭით. ესე იგი მარჯვენა ორი გზა არის ექსპრესი, მარჯვენა ლოკალი ფასოა. კარგია. გავიხაროთ პატარ-პატარა სიხარულებით, ხო? ცხოვრებაც მასე არ არის, პატარა რაღაცა გიხარია, პატარა წარმატება გიხარია და მე ერთად შეკრიფავ და საერთო ჯამში კარგად აგდო თავს. ატარა უნდა ვიტყვით, კარგად თავი პოლიციამ არ დაგვიჭირა, სას თავისუფალია, ის საცობებსაც აუარეთ გვერდი. აი ამინდია და ყველაფერი კარგად მიდის. თუ არ წავა და ჩვენ წავიყაროთ. იმ დღეს უყურებდი, გადაცემა იყო. ადამიანი როდის არ ბერდება და როდის აგზოს კარგად რო იგზნოს თავი. პირველ რიგში უნდა გქონდეს შენი დასახული მიზეზი, ისა მიზანი და მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ უნდა ჩაიციკრო, არ უნდა
ცუდმა უნდა ჩაკითრიოს. შეხედე იმას, როგორც არის მოცემულობა და იყავი მაგისტრის გზად, რომ უნდა გადაჭრა. აი ესეთი ფორმულით არის, რომ კაი ტიპი ამბობდა რა, ეს ექიმი იყო, რომ მიიღე როგორც არის სამყარო რეალობა და პრობლემების გადაჭრის დროს რეალურად წნარად ჩვიდად გადაჭერა. აი ესეთი ფორმულაა და ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენც ასე ვცდილობთ. აბკოლებები იქნება, პრობლემები იქნება, მაგრამ ეს მივიღოთ როგორც მოცემულობა და იმენი გონება მაინც აქვს, რომ გადავჭრა. არ გადაიჭრება და ეს თუ არ გადაიჭრება, მან გადაიჭრება, ფართო არ გადაიჭრება, ზე გადაიჭრება. თავარია მივიდეთ შედეგს. ეხლა მეგობრებო, ამას მე თქვენ გიზიარებთ, აი სკოლის ფიქრებს რა. იდარგიდა ცოტა არათანმიმდევრულად საუბრობ, მაგრამ ფიქრების ნაკადს გიზიარებთ. კარგით მეგობრებო, აი ესეთი გადმოგეცით ყოფითი წვიმანები ჩვენი ამ ჩამოსვლის მგონი მეორე რეისია. ცუდი ის არ არის და რაც იქნება და თუ საინტერესო რაღაცა შეგვდება, ანუ რამდენი შტატები გვაქვს ასავლელი. თან ლუიზიანაში გავდივართ, გახსოვთ ლუიზიანა რა მაგრამ მიყვარს. კარგით, აღარ დაკლით და მომავალ საინტერესო ვიდეოებში შევხვდებით. საინტერესო ვიდეოები ხო გვინდა, რომ მოვიდომებთ ხო სრულდება. კარგად, ყველას წარმატებები და სიხარული და ბედნიერება.